ჰორმუზის სრუტე მიუხედავად იმისა, რომ ეს მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ნაწილობრივ ღია, მაგრამ დიპლომატიური ზიანი ჯერ შორსაა დასრულებისგან. გახსოვთ ოპერაცია პროექტი თავისუფლება. ეს იყო აშშ-ის სამხედრო ოპერაცია, რომელიც მიზნად ისახავდა ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფას, მაგრამ მხოლოდ დაახლოებით 24 საათს გაგრძელდა მას შემდეგ, რაც სპარსეთის ყურეში უკმაყოფილება გამოიწვია და ირანმა საპასუხოდ ცეცხლი გახსნა. ახალი Wall Street Journal-ის ანგარიშის მიხედვით, საუდის არაბეთმა თავდაპირველად აშშ-ს უსაუგზალა თავისი ბაზებისა და საჰაერო სიმცის გამოყენება უსაფრთხოების ოპერაციისთვის, რაც ომის დროს ვაშინგტონსა და ერ-რიადს შორის სერიოზულ განხეთქილებას აჩვენებს. ყურეში დილემა ასეთია. მათ სურთ აშშ-ს დაცვა, მაგრამ არ სურთ, რომ მათი ტერიტორია ბრძოლის ველად გადაიქცეს. ჩვენთან ერთად, რათა მეტი ინფორმაცია და პერსპექტივა გაგვიზიაროს, შემოგვიერთდა ელჩი მარკ სევერსი, აშშ-ის ყოფილი ელჩი ომანში. ელჩო, დიდი მადლობა, რომ დღეს IOT4 News English-ის ეთერში ხართ ჩვენთან ერთად. ვიცი, ეს მხოლოდ ერთი ანგარიშია, მაგრამ მოდით ვისაუბროთ იმაზე, რასაც რეალურად ვხედავთ ადგილზე. არსებობს თუ არა ხელშესახები ნიშნები იმისა, რომ აშშ-ის ურთიერთობები საუდის არაბეთთან ამ ომის შემდეგ შეიცვალა, თუ ჯერ კიდევ ძალიან ადრეა ამის თქმა. ვიტყოდი, რომ ჯერ ძალიან ადრეა ამის თქმა და Wall Street Journal-ის ანგარიში, მათი პირველი ანგარიში არ არის. გონი რამდენიმე კვირის წინ მოკლედ ახსენეს ეს, რომ პროექტი Freedom-ი 24 საათის შემდეგ შეწყდა. რადგან საუდის არაბეთმა და როგორც მახსოვს თავდაპირველი ანგარიშიც ამბობდა ქუვეითმაც უარი განაცხადეს თავიანთ ბაზებზე შეერთებული შტატების დაშვებაზე. რა თქმა უნდა, არც ერთი ეს ინფორმაცია ადგილობრივად დადასტურებული არ არის, მაგრამ როგორც ჩანს, დღევანდელი ამბავი სხვადასხვა ქვეყნის მრავალ წყაროზეა დაფუძნებული. ასე რომ ალბათ ეს მართალია. ეს ის შემთხვევა, რაც ვაშინგტონს არ მოსწონს, როცა ესეთი რამ ხდება. მაგრამ საუდის არაბეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა ხანგრძლივი, რთული და მნიშვნელოვანი ისტორია აქვს. და არ ვფიქრობ, რომ ეს ურთიერთობა მხოლოდ ამ ერთი საკითხით განისაზღვრება. მაგრამ როცა ომი დასრულდება, ვფიქრობ, ბევრი მანევრი იქნება იმის დასადგენად, თუ რა მდგომარეობაში იქნება შეერთებული შტატების ურთიერთობები სხვადასხვა სპარსეთის ყურის ქვეყნებთან ომის დასრულების შემდეგ. რაც შეეხება სამეფოს მომავალში, როგორ შეიძლება სამეფომ ნაკლებად დაეყრდნოს აშშ-ის სამხედრო მხარდაჭერას და უფრო მეტად სხვა პარტნიორებს, მაგალითად პაკისტანს, რომელმაც გასულ წელს ორმხრივი თავდაცვის შეთანხმებას მოაწერა ხელი. ასე რომ პაკისტანი ეხლა საუდის არაბეთის პარტნიორია და როგორც ჩანს, საუდის არაბეთში პაკისტანის სამხედრო ძალების გარკვეული განლაგებაა. საუდის არაბეთი ირანის მხრიდან გარკვეული დროა თავდასხმის ქვეშ აღარ ყოფილა. ეს უფრო ადრე დაპირისპირების დასაწყისში ხდებოდა, მაგრამ სულ მცირე მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა, ირანმა დაარტყა ბაჰრეინს და ქუვეითს, ასევე არაბთა გაერთიანებულ საამიროებსაც. არ მგონია მას შემდეგ საუდის არაბეთისთვის დაერთხათ. ასე რომ ალბათ კულისებში რაღაც არხები არსებობს, დარწმუნებული ვარ, ყატარის წარმომადგენლებს ირანელებთან საკუთარი არხები აქვთ და თითოეული ამ ქვეყნიდან თავისებურად მანევრირებს ოდნავ განსხვავებული გზით. ბატონო ელჩო, თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, ომანელებთან როგორ აბალანსებს ომანი ურთიერთობებს ვაშინგტონსა და თეირანს შორის, განსაკუთრებით ჰორმუზის სრუტის საკითხში? თუ ირანი დააწესებს, გადასახადებს, ან ასე ვთქვათ, უსაფრთხო ტრანზიტს, სეიფით, რა ზეწოლას ახდენს ეს ყველაფერი ომანზე? ჰორმუზის სრუტე ფაქტობრივად ან ომანის ტერიტორიულ წყლებშია, ან ირანის ტერიტორიულ წყლებში და მასში ორი მარშრუტია, სამხრეთისა და ჩრდილოეთის. ირანელები ომანელებთან სრუტეზე ჯერ კიდევ ომის დასაწყისიდან თანამშრომლობენ, სადღაც მარტში მგონი პირველი ინფორმაცია იყო, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. თავდაპირველად ომანელებმა განაცხადეს, რომ ისინი მხარს უჭერენ საერთაშორისო სამართალს და ეწინააღმდეგებიან საფასურის დაწესების მცდელობებს. შემდეგ ირანელებმა განაცხადეს, რომ ომანი ირანთან კოორდინაციით ერთობლივად მართავდა სრუტეში მოძრაობას. არ ვარ დარწმუნებული, რომ ომანმა ეს მიიღო, მაგრამ ასევე არ ვხედავ, რომ ისინი ამ იდეას ძლიერად ეწინააღმდეგებიან. ესე რომ ეს ის საკითხია, რომლის განვითარებასაც უნდა დაველოდოთ. რა თქმა უნდა, მემორანდუმის თავდაპირველი შედეგი, რომელსაც პრეზიდენტმა ტრამპმა რამდენიმე კვირის წინ
ირანთან მოაწერა ხელი, უნდა ყოფილიყო ჰორმუზის სრუტის გახსნა. 60 დღე განმავლობაში, მაგრამ ეს პროცესი არც არ იმართა გლუვად და ირანმა, როგორც იცით, გააგრძელა გემებზე თავდასხმები. აშშ-მ საპასუხო ზომები მიიღო. ეხლა სიტუაცია დამშვიდებულია, მაგრამ ნახავთ რა იქნება. ასევე გასულ კვირას ბარეინსა და ქუვეითზე თავდასხმებიც მოხდა. ასე რომ და რაც შეეხება არაბთა გაერთიანებულ საემიროებს, რა ზომების მიღება შეუძლია? თუ შეუძლია არაბთა გაერთიანებულ საემიროებს ირანის სამცდელობის წინააღმდეგ რომ დააწესოს გადასახადი სრუტეზე, თუ გავითვალისწინებთ რომ არაბთა გაერთიანებული საემიროებიც ამ სრუტესთან ახლოს მდებარეობს, შესასვლელთან ან გამოსასვლელთან, იმის მიხედვით საითაც გემები მიემართებიან. მართალია. ასე რომ არაბთა გაერთიანებულ საემიროებსაც აშკარად დიდი ინტერესი აქვს ამ სრუტეში. ფიქრობ არაბთა გაერთიანებულ საემიროებს ყველაზე მტკიცე პოზიცია უკავიათ სპარსეთის ყურის ქვეყნებს შორის ირანის მიმართ. ირანის ქცევა მაჩვენა რომ ირანს ვერ ენდობი და რომ ირანი საფრთხეს წარმოადგენს. ფიქრობ ომამდე ყველა მათგანმა სთხოვა შეერთებულ შტატებს ომი არ დაეწყო, სულ მცირე საჯაროდ მაინც. მაგრამ სხვადასხვა ქვეყნებმა სხვადასხვა პოზიცია ჩამოაყალიბეს დროთა განმავლობაში. ელჩო მარკ სევერს ძალიან სასიამოვნოა რომ დღეს აი 24 News English-ზე ხართ ჩვენთან ერთად, ყოველთვის ვაფასებთ თქვენს შეხედულებებს, გმადლობთ. დიდი მადლობა, სასიამოვნოა. დავბრუნდით სტუდიაში ისევ უენ ალტმანთან ერთად. უენ, როდესაც ჰორმუზის სრუტეზე ვსაუბრობთ, მაშინაც კი როცა დოხაში მიმდინარე მოლაპარაკებები ტექნიკურ დეტალებზეა ორიენტირებული. რათა ჰორმუზის სრუტე ღია დარჩეს, ვხედავთ თუ არა ამ ყველაფრის სრულად განხორციელებას ამ ეტაპზე. ნახევრად, როგორც შენ ახსენე ნიკოლ, ეს არის მე-6 პუნქტი. 14 პუნქტიანი გეგმისა, რომლის მიხედვითაც ირანელებმა უნდა გახსნან და ღია დატოვონ სრუტე გადასახადების გარეშე 60 დღის განმავლობაში. სხვათა შორის ეს მნიშვნელოვანი პირობა, თუ ტექსტს ყურადღებით დავაკვირდებით, მნიშვნელოვანი ფრაზა. რატომ? იმიტომ რომ ტექსტში საუბარია 60 დღიან მოლაპარაკების პერიოდზე, რათა საბოლოო შეთანხმებას მიაღწიო. დონალდ ტრამპმა როგორც დღეს ადრე Wall Street Journal-ის ანგარიშიან ნათქვამი განაცხადა, რომ ამას ფიქსირებულ ვადად არ მიიჩნევს და არ აწუხებს თუ მოლაპარაკებები 60 დღეს გადააჭარბებს. მაგრამ იმისგან განსხვავებით, სადაც წერია, რომ მოლაპარაკებები შეიძლება 60 დღე გაგრძელდეს, ჰორმუზში გადასახადის გარეშე დავლა კონკრეტულად 60 დღით არის შეზღუდული. ასე რომ მივდივართ 19 აგვისტოსთან შეთანხმება არ არსებობს. ირანელებს ამ დოკუმენტის მიხედვით შეუძლიათ ტოლი დააწესონ ჰორმუზის სრუტეში გამავალ ტვირთებზე. ნახავთ რა სიტყვის დონალდ ტრამპი ამას. როცა ვსაუბრობთ ურთიერთობის ცვლილებაზე მომავალში, სპარსეთის ყურესა და შეერთებულ შტატებს შორის, ეს ახალი რეალობაა, სადაც მათ შეიძლება სურდეთ ამერიკული თავდაცვითი საშუალებები ირანის წინააღმდეგ, მაგრამ როდესაც კრიზისი იწყება, ისინი არ არიან მზად რომ რეალურად ჩაერთონ სამხედრო მოქმედებებში, ან თუნდაც მისცენ აშშ-ს უფლება გამოიყენოს ეს ბაზები. უკან რო შევხედოთ, არ ვფიქრობ, რომ დიდი სიურპრიზი უნდა იყოს ნიკოლ, რომ ამ ქვეყნების უმეტესობას არ სურდა თავად ჩართულიყო ომში და არ უნდოდათ რომ შეერთებული შტატები ჩართულიყო. ეს ქვეყნებია, რომლებმაც 10 წლეულების განმავლობაში ჩამოაყალიბეს სტრატეგია, რომ თავის შორს დაეჭირათ კონფლიქტებისგან, განევითარებინათ ეკონომიკა, დაებალანსებინათ სხვადასხვა ძალები და გქონოდათ მჭიდრო ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან. სადაც ისინი ინარჩუნებენ გავლენას ძირითადად ფულისა და გეოგრაფიის მეშვეობით, მაგრამ ასევე შეეძლოთ ურთიერთობები ქონოდათ მსოფლიოს სხვა ნაწილებთან, მათ შორის რა თქმა უნდა ჩინეთთანაც. ჩვენ ომის დასაწყისშიც ვამბობდით, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნები იქნებოდნენ ერთგვარი ბარომეტრი, რომელიც გვიჩვენებდა ვინ გაიმარჯვა და ვინ დამარცხდა. სად გადაიხარა ძალთა ბალანსი. ომის პირველ დღეებში ძალთა ბალანსი გადაიხარა შეერთებული შტატების ან ირანის სასარგებლოდ. ამერიკისა და ისრაელის აგრესიული და ეფექტური სამხედრო ოპერაციის შედეგად. ჩვენ ნახეთ, რომ ეს ქვეყნები შეერთებული შტატების გვერდით დაადგნენ. მიუხედავად იმისა, რომ ომამდე მათ განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდათ. და ეს არის ერთ-ერთი რამ, რაც კიდევ ერთხელ დავიგეთ Wall Street Journal-ის ანგარიშიდან. საუდელები თავიდან უკმაყოფილოები იყვნენ ომით, მაგრამ შემდეგ პოზიცია შეიცვალეს, რადგან ომის დასაწყისში წარმატება იყო. მაგრამ როცა ვითარება შეიცვალა და ირანელებმა სტრატეგიულად გარკვეული წარმატებები მოიპოვეს, ახლა ვხედავთ, რომ საუდელები უფრო ირანისკენ იხრებიან, რაც იწვევს პოტენციურ რეაქციას შეერთებულ შტატებთან. თუმცა როგორც Wall Street Journal-ის ეს ანგარიში ამბობს, საუდელებს ეს დიდად არ აწუხებთ. და ამას ისინი ძალაუფლების ბალანსის ნიშანს უწოდებენ, სულ მცირე, როგორც ეს მათთვის ჩანს რიადში. ოუენ ალტმან დეტალური ანალიზისთვის მადლობა ამისთვის.